მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ ჩვენ ახლა საჯარო გაშლათ იმით, რას სიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, ჩაიფიქრეთ ერთი კონკრეტული ვარიანტი და ვნახოთ აბა რას სიყვარულო მესიჯი აქვს ახლა სამყაროს თქვენთვის, რა მესიჯი აქვს პირადში სამყაროს პირველი ვარიანტისათვის და მეორე ვარიანტისათვის. ქვებსაც გამოვიყენებთ აუცილებლად. პირველი ვარიანტი ასეთი წითელი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი მწვანე ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. მე აქვე ვცდები მანამდე, რომ კარგად დავაყენო შტატივი. იმედი მაქვს, კარგად ჩანს ორივე ვარიანტი. პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. ასევე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით გთხოვთ აუცილებლად მოიწონოთ ან დააგულოთ ჩემი ეს ვიდეო. კარგით, ვფიქრობ, გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რას სიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, იმუშავე შენს პარტნიორობაზე. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. პირველი ვარიანტი, ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფიგურირებს ორი ადამიანი. როგორც მინიმუმ, ხო? და ორივე ადამიანი გასცემს და ღებულობს გარკვეულ ენერგიებს. ნებისმიერი სახის ურთიერთობის არსი, იქნება ეს მეგობრული ურთიერთობა, ამხანაგური ურთიერთობა და მით უმეტესად სიყვარულო ურთიერთობა, ნებისმიერ ურთიერთობას აქვს ერთი მნიშვნელოვანი არსი. ის რომ თქვენ ურთიერთობის მეშვეობით თავი უფრო კარგად იგრძნოთ, უფრო დაცულად იგრძნოთ, უფრო ბედნიერად იგრძნოთ, ვიდრე ამ ურთიერთობის გარეშე. გავიმეორებ, არა ადამიანის გარეშე, არამედ ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ადამიანები ძალიან მივეჩვიეთ იმას, რომ ერთმანეთს ვეჯაჭვებით, ერთმანეთს ვეჭირდებით ხოლმე მაქსიმალურად, მაგრამ რეალურად ამ ადამიანის გარეშედაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. უბრალოდ აი გადაკიდება, ერთმანეთზე გადაკიდება გვახასიათებს ხოლმე. სამწუხაროდ. და აქ პირველი ვარიანტი თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გაიაზროთ და დაფიქრდეთ, რამდენად გაძლევთ ბედნიერებას ის ურთიერთობა, რომელშიც ახლა ხართ, ან რომელიც თქვენ რეალურად გინდათ. იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ სულ სხვა რაღაც გჭირდებოდეთ ბედნიერებისთვის. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ურთიერთობაში ორი ადამიანი არის, ამიტომაც ორივე ადამიანზე არის ყოველთვის გარკვეული პასუხისმგებლობა. თუ ადამიანმა რაღაც დაგიშავათ, რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს ავტომატურად, რომ თქვენც ხართ დამნაშავე, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ სადღაც თქვენ მიეცით იმის უფლება, რომ თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიოს პიროვნებამ. ხვდებით ხომ? ამიტომაც იმუშავეთ იმაზე, რომ იყოთ კარგი პარტნიორი უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ვინც ამოირჩიეთ, თქვენთან ნახოთ, რა მესიჯი აქვს სამყაროს. და თქვენთვის უკვე ცოტა სხვანაირი მესიჯი არის. შენ უკვე გაიცანი ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად გჭირდება. და უპირველეს ყოვლისა, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ ის, რომ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი საბედო უკვე გაიცანით ან რაღაც ასეთი, ხო? და ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი მომავალი პარტნიორი უეჭველი გაცნობილი ყავთ, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ თქვენთვის უკვე ძალიან ნაცნობი არის ის ენერგია, რომელიც თქვენს გვერდით უნდა იყოს. ის სიყვარულო ენერგია. თქვენ რეალურად ქვეცნობიერის დონეზე მაინც ძალიან კარგად იცით და ძალიან კარგად ხვდებით, როგორი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. ვინ გჭირდებათ რეალურად. არა კონკრეტულ პერსონაზე მაქვს საუბარი, არა კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ აი ენერგიაზე. თქვენ იცით, რა გჭირდებათ გვერდით. როგორი ადამიანი, როგორი გვერდში დგომა. ხვდებით ხომ? სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.